ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს დიდ მოწამე ბარბარეს ხსენება. დღეს არის ასევე ქრისტე მამისა ჩვენისა იოანე დამასკელისა საოცარი წმინდანების ხსენება არის დღეს ჩემო კარგებო. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან შეიყვარა ყველა მოწამე, განსაკუთრებულად დიდი მოწამე გიორგი შეიყვარა ყველა მოწამე, იმიტომ რომ ჩვენმა ქვეყანამ მოწამეობრივი გზა გაიარა და დღემდე რომ მოვიდა ჩვენი ქვეყანა სისხლით არის გაჟღენთილი მოწამეების, აი ჩვენი ქვეყანა. როგორც პატრიარქი ამბობს, რომ მუჭარო ამოიღო, მიწარო ამოიღო და მოუჭირო, სისხლი გამოვა, გადმოედინებაო, წვეთები გადმოვაო. წარმოიდგინეთ როგორი სიყვარულია, რატო? იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა რაღაცნაირად აი ეს მოწამეობრივ გზას გავდივართ და ეს აქამდე მოვედით. ის მადლის და ღვთის დედაღვთისმშობლის როცა კურთხებით. საოცარია წმინდა ბარბარე, სულ პატარა გოგონა, რომელიც წარმართ ოჯახში გაიზარდა, რომელსაც გვერდზე არავინ არ ყავდა ქრისტიანი, წარმოიდგინეთ. სულ კერპთაყვანისმცემლები ყავდა, მდიდარი მამის შვილი და ულამაზესი იყო და უნდოდა რომ გაეთხოვებინა მამამის, უნდოდა რომ რაღაცა ისეთი შეძლებულ ოჯახში კაცს წაეყვანა ცოლად და არ უნდოდა რომ ვიღაც უბირს დაენახა და თქვათ რაღაცანაირად არ თვალი არ ეცეს და ესე შემდეგ. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ხდება ეგეთი რაღაცეები, რომ რაღაცები ეგეთი სისულელეები ჯერა ხოლმე ჩვენ სამწუხაროდ. რაღაც ბედობა და ასე შემდეგ, სხვადასხვა დღევანდელ დღესასწაულზეც იმაშვებიან, რომ რაღაც ბედობა და ბედი და ჩვენი ბედი დაწერილია და ჩვენი ეს პირიქით ღმერთმა დაგვიფაროს ეს ადამიანი თავისუფალი ნება, თავისუფალი ნებითაა შექმნილი, თავისუფალი ნება მინიჭებული და არაფერი ბედი არა ჩვენ წარმართავთ. ჩვენ როგორც ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება წარმართავთ ჩვენ როგორც ვიცხოვრებთ ისე წარიმართება ჩვენი ცხოვრება ამიტომ არა თუ ყველაფერი დაწერილია და მაინც ისე უნდა მოხდეს როგორც უნდა მოხდეს მაშინ რა გამოდის ხო მაშინ ყველაფერი ტყუილი ყოფილა ამიტომ მოდი არ გადავიდეთ ეს თალყე საკითხია და ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკია და აუშენა მაღალი კოშკიო და ამ კოშკში გამოკეტა წარმოიდგინეთ თავის შვილი ესეთ მდგომარეობაში ჩააგდა წმინდა ბარბარეო ესე იგი იყურებოდა და უყურებდა ამ საოცარ სამყაროსო უყურებდა ამ საოცარ ბუნებასო თევზეესო მთვარესო ვარსკვლავებსო იქ ულამაზესი ხეები, ყვავილები, მამულამაზეს, სილამაზეს, რაც ღმერთმა ადამიანში შექმნა. ამ ყველაფერს უყურებდა და მიხვდაო, რომ ასწავლიდნენ, რომ კერპება შექმნეს ჩვენო. კერპები არის ჩვენი ღმერთი და როგორ არისო ადამიანის შექმნილი, როგორ შეიძლება ის ღმერთი იყოსო, იმიტომ რომ ამ ყველაფერსო ვიღაცა აკონტროლებსო, ვიღაცა განაგებსო, გონიერით, ამ ყველაფერზე ძლიერი, შეუქმნელიო. ახლა აი როგორი გონიერი იყო პატარა ბარბარე და შეიცნო ჭეშმარიტი ღმერთი. ღმერთი და მადლი მოვიდაო ესე იგი ისე უყურებდა და ისეთ ჭრეტაში იყო წმინდა ბარბარე რომ ღმერთმა მოულინა მადლი და როდესაც უნდოდა უკვე რომ მამამის გაეთხოვებინა და ბარბარე წინააღმდეგი იყო არ უნდა გათხოვება შეეშინა რომ ეთქობა მე რომ გამოვკეტო იმიტომ აღარავინ აღარ უნდაო და თავისუფლებას მისცემს და ღვთის განგებულებით გაიცნოს ქრისტიანებს და ქრისტიანები მიიყვანენ მოძღვართან მოძღვარი აუხსნის ქრისტიანობას ჭეშმარიტებას მოინათლება და გახდება ჭეშმარიტი ქრისტიანი და თქვენ გახსოვთ რომ მის ცხოვრებაში რა საშინელება ხდება რომ მამა როგორ აღეზრება შვილის წინააღმდეგ. აი რა არის ეშმაკის დაბნელება გონების, აი ადამიანს რომ დაუბნელდება გონება, რა მძიმე მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს. რომ საკუთარი შვილი მოკლას, საკუთარი შვილი განდევნოს, საკუთარი შვილი დააბეზღოს და წარმოიდგინე, როდესაც წმინდა ბარბარემ ჭეშმარიტება უქადაგა და მინდა მამაო რომ შენ სამსიბნელიდან გამოგვიდეო და სინათლეში მოგვიდეო, იმიტომ რომ ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე არისო, გამძიფრებული მამა, გაგიჟებული, ესე იგი მახვილიო, ამოიღო და უნდოდაო მოეკლაო და ბარბარე გაიქცევა და შემდეგ მაინც შეიფროს მამამისი და წაიყვანს მართველთან, მარკიანე იყო ესეთი მართველი, ეს ხდება დღევანდელ სირიაში, აი მაგ ქვეყნიდან იყვნენ ეს ოჯახი და წაიყვანენ მართველთან მარკიანეს, ეს მარკიანენი რომ დაინახავს ამ სილამაზეს, ეხვეწება რომ რამენაირად უარყოს ქრისტე და მსხვერპლი შეწიროს კერპებს, მაგრამ წმინდა ბარბარე რა თქმა უნდა ამხელს მას
მაგრამ და სასტიკად ისეთ ცემენო, ისეთ დღეში ჩააგდებენ ბარბარესო, რომ ეგონათ რომ მყარი იყო და საპრობილეში მაინც ჩააგდებენ წმინდა ბარბარეს და ღვთის მადლით გამოეცხადება იესო ქრისტე და იესო ქრისტე განკურნავს მას და მეორე დღეს გააგზავნის მარკიანე ეს მტარვალი რომ ესე საკაციც გააგზავნია რომ გამორიცხულიყო თავის ფეხით მისულიყო წმინდა ბარბარე და ხედავენ ეს ხედრები რომ წმინდა ბარბარე განკურნებული არის და ადიდებენ ღმერთს და იტყვიან რომ დიდარს ქრისტიანთა ღმერთი და თავისი ფეხით მივა მარკიანესთან და უამრავი ტანჯვის შემდეგ რომ ვერ გატეხეს წმინდა ბარბარე ბრძანება გასცა რომ უნდა თავი მოეკვეთა და წარმოიდგნენ მამა რას ამბობს მამა ამბობს მე მოვკვეთავ თავს ხდებით რა სიბნელი არის ჯერ დაინახეთ ეშმაკი როგორ აბნელებს ადამიანის გონებას რომ დასახიჩრებული ადამიანი დამტყრეული ძვლებში ნაცემი რომ ფაქტიურად ვერ გაივლიდა ის ადამიანი სიკვდილის პირას მისული თავის ფეხით განკურნებული მოვიდა და რომ მოდიოდაო მისი სახე ანათემდა მზესავეთო წინავდა მზესავეთო წარმოგიდგენიათ როგორი რა მადლი ქონდა და ამას უყურებს ადამიანი და არა ნახეთო ჩვენმა კერპემაო შენი ახალგაზრდობა შეიწყალაო და განკურნაო ასიბნელი არა და კერპებს აგინებდა ბარბარე ღმერთს იესო ქრისტეს ადიდებდა და ამან წარმოიდგინე ჩვენი კერპებიო ჩვენო კერპებმა განკურნაო შენო და მოდიო ეხლა თაყვანი ეს წარმოიდგინე აი რა არის სიბნელე აი რა არის უღმერთო ცხოვრება აი რა არის ვინც ქრისტიანულად არ ცხოვრობს და არ არის ჩართული თელი გულით და თელი სულით აი ესე დაუბრუნდება ადამიანებსაც სამწუხაროდ გვიბნელდება ჩვენს როცა განვეშორებით ზიარებას როცა არ აქვს სინანული როცა არ აქვს ჩართულები არ არის ქრისტიანული აი წმინდა მამათა სწავლებებში არ ცხოვრობს ისე რასაც მამები გვასწავლიან რასაც უფალი გვასწავლის რასაც მოციქულები გვასწავლიან რომ არ ცხოვრობს და რაღაცა ნელთბილი რო არის ესეც რო უნდა ქრისტიანობაც უნდა და თან დროს ტარებაც უნდა ქრისტიანობას უნდა ზიარებას უნდა თან გარკვეული ცხოვრებაც უნდა აი ეს არ გამოვა ეს გამორიცხულია ეს რომ გამოვიდეს ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ და უნდა შიში გქონდეს რომ განაშორები მადლს მე უკვე ეშმაკი მოდის და ეშმაკი ყველაფერს აკეთებს რომ ადამიანი რაღაცნაირად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს ამიტომ აი შემდეგ წმინდა ბარბარე გაიყვანს მამა გაიყვანს და უნდა მოაკვეთოს თავი და ილოცებს წმინდა ბარბარე და შეევედრება უფალს და უფალო რომ ჩემი წმინდა ნაწილებიდან შემდეგ სიკვდილის შემდეგ რა თქმა უნდა წმინდა ყველა მოწამეს წმინდა ნაწილები და ვინ ჩემი სახელითო შეგევედრებაო შეუსრულე მას ყველა სურვილი და არ გაიყვანო ისინი უზიარებლობით აი განსაკუთრებულად შემწია წმინდა ბარბარე რომ სიკვდილის წინ აი განსაკუთრებულად ევედრებიან წმინდა ბარბარეს რომ არ გავიდეს ადამიანი არ გადაიცვალოს ზიარების გარეშე აღსარების გარეშე და შეგვეციოს წმინდა ბარბარე რომ ჩვენ სინანულით ვიყოთ მუდმივად იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით როდის მოკვდებით ჩვენ არ ვიცით როდის გავალთ ამ ქვეყნიდან ჩვენ როდის წავდგებით წინაშე ეს ჩვენ არ ვიცით ამიტომ ზათ უნდა იყოს ქრისტიანი ამისთვის და აი ეს მომზადება რაში გამოიხატება აი ამაში სინანულში ზიარებაში აი და ფიქრი ღმერთზე ფიქრი იმიტომ რომ ყველაფერი კეთდება რომ ადამიანმა ეშმაკი აკეთებს ყველაფერს ადამიანმა ღმერთზე არ იფიქროს დიდი კედლები აშენებული ჩვენ და ღმერთ შორის დიდი კედლები და ვერ მივდის ადამიანი ღმერთთან ვერ მიდის ვერ მოდის აი ეს მადლს ვერ მიხვეჭებს რა არის ეს კედლები აი ჩვენი ნებები ჩვენი საცხოვრები აი ეს რაც ხდება რუშობები გარყვნილება ათასი სიბილწეს ერთმანეთის ბოგმა ერთმანეთის შური ერთმანეთის განკითხვა უსიყვარულობა აი ეს ყველაფერი იმხელა კედლები შენდება რომ ღმერთი ვერ მოვა ვერ მიიღებს შენი გული ამას არ არის ნიადაგი გზად რომ ღმერთი შენში შემოვიდეს წარმოიდგინეთ იმიტომ რომ ამ დღეში ვარ და ამას რითი იკურნება ეს იკურნება ლოცვით იკურნება თავდაბლობით სიმშვიდით სინანულით აი ამით იკურნება და კიდე გეუბნებით რომ უნდა დრო გამოვნახოთ ჩვენ ღმერთთან ურთიერთობა თუ არა უნდა გამორიცხული უნდა გამოვნახოთ დრო არ უნდა გავიდეს ერთი დღე რომ ღმერთი არ იფიქროს ადამიანი მით უმეტეს თვეები და კვირები და წლები ღმერთზე უნდა იფიქროს ადამიანმა უნდა ილოცოს ადამიანმა ღმერთის წინაშე ხო ხდებით აი ღამე განსაკუთრებულად ძილის წინ უნდა მოიწყოს ამჯავრო შენ და ღმერთი დარჩით მარტო და ილაპარაკეთ ესაუბრე უფალო აი ეს დღე ესე გავატარე აი ამდენი დღეს მარხვაა და მთელი დღე სოციალურ ქსელში ვარ და შენთვის საერთოდ არ მეცალა
ოფდებით ხელი აი ეხა მარხვა სინანული რაღაცა თავშეკავების დღეა და მე აი რაღაცა გასართობ რაღაცებს უყურებ ფილმებს უყურებ და ასე შემდეგ ხდებით ანუ აი ეს მოიწყე შენ და ღმერთმა აი ეს ღმერთის წინაშე დადები ღამე განსაკუთრებით იმიტომ რომ დღე მაინც ყველა დაკავებულები ვარ და რაღაცა გვიჭირს ეს ყველაფერი მაგრამ ღამე მაინც იფიქრე ღამე მაინც რაღაცა სინანულში ჩავარ აი დღეს ასევე ხსენება არის ღირსი მამა იოანე დამასკელის ეს უდიდესი წმინდა მამა რომელმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თითქმის ყველა საგალობელი მისი არის, მისი შექმნილი არის, მას საოცარი ნიჭი ჰქონდა და მადლი ჰქონდა, საოცარი პიროვნება იყო, ისიც სირიის დღევანდელი სირიის გამგებელი იყო მამა და მე თვითონ ესეც გახდა გამგებელი და ის იყო მწვალებლებს განსაკუთრებულად მაშინ ხატმებრძოლეობა მიდიოდა, ხატმებრძოლეობა და ხატების შეურაცხყოფა ხდებოდა და იოანე დამასკელი დაწერა რამოდენიმე ტრაქტატი კონსტანტინოპოლის იმპერატორის წინააღმდეგ და საერთოდ ამ ხატმებრძოლობის წინააღმდეგ და დაგმოეს მწვალებლობა, დაგმოეს საშინელება და რო ვერაფერი ვერ უხსნა იმპერატორმა, იმიტომ თავის იმაში ვერ არ იყო, ესე იგი სხვა ქვეყნის მმართველი იყო, დაიქირაო, ესე იგი მოიყვანაო ეს ხელოვანი ხალხი, რომელიც კარგად წერდნენ ეს კალიგრაფიას რო გადაეწერათ და ცილის წამების რაღაცა წერილი დაწერა. თითქოს იოანე დამასკელმა დაწერა და მიამსგავს ეს რა, რომ ვითომ იოანეს და გაუგზავნეს ხალიფას სირიის მმართველს და როდესაც ნახა ეს დაწერილი არ გამოიძია ისე ამ ხალიფამ ხელი მოკვეთა წარმოიდგინა და დასაჯა. და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაემხობა იოანე დამასკელი, რომელსაც წესი იყო რომ უკვეთავდნენ ხელს, როგორც საჯელი, ამ ხელს დაკიდებდნენ ქალაქის, რომ ქალაქში ეყურებინა და შემდეგ საღამოს მოხსნიდნენ ამ ხელს და ამ მოკვეთილ ხელს და აძლევდნენ ამ დამნაშაულს და მისცეს იოანე დამასკელს ეს ხელი და ხატის წინაშე ხელი შეახვია ნაჭერშიო და ხატის წინაშე დაემხო, ევედრებოდა დედა ღვთისმშობელს, ლოცულობდა და როდესაც ჩაეძინა ამ ლოცვაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა განკურნა და გაუმთელა ხელი და როდესაც გამოიღვიძებს ხედავს რომ ხელი გამთელებული აქვს და საპატივისცემით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ვერცხლის ხელს ჩამოასწავს და მიაკროს, ესე იგი შეწირავს და მიადებს და მიაკრობს ამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამხელა ღვთისმშობელი გაგიგია თქვენ ალბათ ხსენებაც არის მისი ათონის მთაზე განისვენებს ეს ორიგინალი ხატი ხილანდარის მონასტერში არის ეს და ღვთისმადლით მოლოცული გვაქვს ჩვენ და საოცარი ხატია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. შემდეგ მიდის უკვე შემდეგ შეინანებს ეს კაცი ეს ხალიფაც შეწუხდება რომ გაგიგებს რომ ეს ტყუილი იყო დააბრუნებს ისე თავის თანამდებობაზე მაგრამ უარს იტყვის და ის განეშორება ამ სოფელს და წავა მონასტერში და მონასტერში ეს ძალიან ისეთი განათლებული კაცი იყო ისეთი ცნობილი პიროვნება იყო და არავინ არ იგებდა მონასტერში ოფასო რა და ვერ იგებდა პასუხისმგებლობას რომ ეს ძალიან განათლებული და ისეთი პიროვნება იყო და გამოჩნდა ერთი ბერი რომელმაც მიიღო ის და უთხრა რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ლოცვა კურთხევის გარშე არაფერს არ დაწენ, არაფერს არ ილაპარაკე და რაღაცა შენი ფილოსოფია და შენი რიტორიკა და შენი აი ეს განათლებულობა და მეცნიერება რაც ის საერთოდ დაიდუმე და ხმას არ ამოიღებო, სანამი არ გეტყვიო. წარმოიდგინეთ და იოანე დამასკელი ემორჩილება მას, ემორჩილება მოძღვარს, მაგრამ ამ დროს საბაწმინდის ლავრაში ერთ ბერდს გარდაეცვალება ძმა. და ძალიან მწუხარე არის და მწუხარეობაში ჩავარდება ეს კაცი და მიდის იოანესთან და აი ეს სასოწარკვეთილი ვარ რომ ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვარ და გეხვეწებით რომ რამე დამიწერო რომ რაღაცა ნუგეში მივიღო და არ უნდოდა დაწერა მოძღვრის ლოცვა კურთხევის დარღვევა არ უნდოდა მაგრამ რა ეკნა სიყვარული აი რა არის სიყვარული მაინც ადამ მოყვასისა და ადგა და შეუქმნის ისეთ ლამას ლოცვას აი წესსაგების დროს კითხულობ ჩვენ ამ ლოცვას და საოცარი ლოცვა არის შემდეგ შეგიძლიათ ეს ნახოთ ეს საოცარი ლოცვა და სანუგეშებელი ლოცვა და გაიგებს ეს მოძღვარი რომ ესეთი რამე გააკეთა გააბრაზდება ძალიან განრისხდება მისხანებაში ჩავარდება გააგდებს მონასტრიდან ეს ეხვეწება ტირის ევედრება რომ შემიწყალე მაპატი აი სიყვარულის გამო გავაკეთე მაგრამ არაფერს არ იღებდა ეს მოძღვარი შემდეგ ძმების თხოვნით მიიღებს ეს მოძღვარი წმინდა იოანეს და ამ დროს გამოეცხადება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ეთქვის მოძღვარს რომ ესე იგი დაანებე თავი პირიქით მიეცინებართვა მიეცი თავისუფლება რომ მას აქ ის ნიჭი ის სულიწმინდის მადლი რომ მან უნდა იქადაგოს მან უნდა წეროს გალობები და შესხმები და აი მისცემს თავისუფლებას და იოანე დამასკელის საოცარია მისი აი თითქმის სახურებაში მისი ლოცვები არის უმრავლესობა და განსაკუთრებულად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საგალობლები არის იოანე დამასკელის და აი ესეთი დიდი მამის ხსენება შეეწიოს ჩვენ ქვეყანას, შეეწიოს ჩვენ
პატრიარქს, შეეწიოს ჩვენ სამღვდელოება, შეეწიოს ჩვენ მრევლს, აი ეს არეულობა, როგორი მდგომარეობა არის, ხო ხდებით, მიდის ბრძოლა მიდის, უკვე სერიოზული ბრძოლა მიდის. მე ვერ ვხვდები, ეხლა რაღაცნაირად გაყოფილია ერთი მხარე დგას, მერე მეორე, ერთმანეთის ლანძღვა მიდის, ერთმანეთის ქილიკი მიდის, დამცირება მიდის. არ ვიცი, რაღაცა საშინელი სოციალურ ქსელში ერთმანეთის ლანძღვა, გინება, საშინელი ეს მართვის პერიოდი, წარმოიდგინე ეშმაკვა როგორი ის გააკეთა, რომ აი მართვის პერიოდში როგორი ერთმანეთის სიძულვილი მიდის, როგორი მდგომარეობა არის, როგორი დაძაბული მდგომარეობა არის. ხო ხდები, დასაგმობია ბევრი რაღაცა და აქეთ ეკლესიას გვიტევენ, რომ აი ეკლესია რატო ხმას არ იღებს, ეკლესია რატო არ ადგას მხარში, ხალხის მხარში რატო არ დგას და ასე შემდეგ. ეკლესია ყველას მხარეს არის. ეკლესია სიმართლის მხარეს უნდა იყოს. ეკლესია ვერ იქნება მხარე. მხარე ვერ იქნება ეკლესია, დამიჯერე. იმიტომ რომ ყველანი ჩვენი შვილები არის. ეკლესიამ უნდა დაამშვიდოს სიტუაცია. ეკლესიამ უნდა ამხილოს, როცა სამხელია. ეკლესიამ უნდა მოეფეროს, როცა მოსაფერებელია. რაც კარგია უნდა თქვას, რომ კარგია, რაც ცუდია უნდა თქვას, რომ ცუდია. ეს უნდა ესაა მაშინ მოვალეობა და არა ის, რომ ერთი მხარეს დადგეს და მეორე მხარე არ არის ესე. ეკლესიამ დაგმო ის ძალადობა, რაც პოლიციელებმა ჩაიდინეს, რომ ხალხი გალახეს იქა, ჩვენ ვნახეთ ფრაგმენტები, ის საშინელი ფრაგმენტები, სადაც ადამიანი გდია და სახეში უტყავენ. ვნახეთ ფრაგმენტები, ფაქტობრივად იმ პოლიციელმა მოკლა ის ადამიანი, ხო, რომ ჩაარტყა სახეში. დასაგმობი არის, რომ 30-40 კაცი რომ ერთ კაცს უტყავდა. დასაგმობია ეს ყველაფერი და ეს მეგონი თქვა ეკლესია და მე პირადად აგერ ვამბობ, რომ ეს საშინელება იყო. ეს ყოვლა დაუშვებელი არის, ეს არ შეიძლება ესეთი რამე. დააშავა, დაიჭირე, დაგდებულ კაცს როგორ ურტყავ, როგორ კლავ. ეს სიკვდილი არის ადამიანისა. და ხელისუფლებას უნდა მოეკიდა ამისთვის ხელი და ჩაეგდო ციხეში, ყველას დასანახად, რომ სხვა მეორეს არ გაეკეთებინა ეს. ეს დასაგმობია, მაგრამ დასაგმობია ის ხარიც, რომელიც ესროდა ამ ფეირვერკებს, რომელიც წვავდა ხალხს, რომელიც საშინლად იქცეოდა, ანგრევდა, ხო ხდებით, ეს დასაგმობია. ამაზეც უნდა თქვას ეკლესიამ, რომ არ არის ეს სწორი. ჩვენ ობიექტურები უნდა ვიყოთ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხარე და არ უნდა გავაკეთოთ ეს ისა. რევოლუცია სატანიზმია, ხალხო, რო იცოდეთ. რევოლუცია და ერთმანეთის მიმართ ბრძოლა ერთმანეთის მიმართ იარაღის, ეს არის სატანიზმი. არ მოხსოვს თავრობა, გამოდი და გააპროტესტე ისე, როგორც უნდა გამოივიდეს ბევრი ხალხი. დადგეს იქ შვიდობი, რატო უნდა დავანგრიოთ ეს რაღაცა ძლივს რაღაცა აშენებული, რატო უნდა იყოს ეს ერთმანეთის ეს ამით გინდა რომ რაღაცა გადააგდო ეს თავრობა და ეს რაღაცა, რა ქვია და არეულობა და მე რაღაცა საშინელებები მოხდეს, არ არის ეს სწორი. მე არ ვფიქრობ რომ ეს სწორი არის. ადიქით კეთილი ინებოს გამოვიდნენ ხალხი, დაანებონ სამსახურებს თავი, მართლა გაფიცვა მოხდეს, ექიმებმა დაანებონ თავი, ბანკირებმა, ბენზინის კალონკები და ესენი რო არის თუ რას ეძახიან, სადგურები, რა ქვია, შეეჩერონ, გაჩერდეს ეს ისა და მე რაღაცა მოხდება, მაგრამ არ შვება ხალხი ამას. დილის სამსახურებში მიდიან, რომ მორჩება სამსახურები, მე გამოდიან იქა და მე დგანან იქ ხალხი. თუ არ მოხდა და რითი გინდა, ამით გინდა რომ ისქნა, არ არის ეს სწორი. არ არის ეს დასაგმობია ის ხალხი, ვინც მასკები დარბოდა და ჟურნალისტებს ცემდა ჟურნალისტებს და რამის მოკლეს ის ბიჭი საწყალი რომ დაარტყა და რამის მილიმეტრებში აცდა ის. დასაგმობია ეს, რაზეა ლაპარაკი? ეს როგორ შეიძლება? მაგრამ დასაგმობია ის ჟურნალისტები, რომლებიც ეკლესიას აგინებენ, რომლებიც დადიან და ხალხს მოღალატეებს ეძახიან, რუსებს ეძახიან. ეს დასაგმობია. ესეც უნდა ვთქვათ. კაიგე, ჟურნალისტი რომ გამოდიან და ჟურნალისტები და პირდაპირ პატრიარქს აგინებენ, პირდაპირ სამღვდელოებაზე, პირდაპირ არის ხო ეს ჩანაწერები, რომლებიც რომ გაპარსეთ ეს მღვდლები და გამოაგდეთ იქიდან და დაანგრიეთ ეკლესიები და არის ეს ხო არის ეს ისა. მოდი ესეც ვთქვათ. ესეც უნდა ვთქვათ. არ უნდა დავიჭირე ეს, მე არ დავიჭერ არც ერთ მხარეს. სადაც უსამართლობა, იმას ვიტყვი რომ უსამართლობა არის. რაზეა ლაპარაკი? წინა ხელისუფლება რო იყო. ხო იყო რაღაცები, ხო ხდებოდა. მე პირადად გამოვდიოდი და მოვდი რომ არ შეიძლება ესეთი რამე. ციხეებში ხო ბევრი ხალხი იყო. დავდიოდი ციხეებში, კი ციხეებში მე ცხოვრობ დილით ორშაბათიდან პარასკევამდე უშვებდნენ სამღვდელოება, დილიდან საღამომდე იქ ვიყავი. დილიდან საღამომდე იქ ვიყავი პატიმრებთან და ვერჩი ვედექი და ვანუგეშები და ასე შემდეგ. მაგრამ
მღვდელი უნდა იყოს სამართლიანი, მღვდელმა უნდა თქვას სიმართლე. სიმართლე უნდა თქვას, რაც კარგია, უნდა თქვა რომ კარგია, რაც ცუდია, უნდა თქვა რომ კარგია. როგორ შეიძლება გამოდიან და ეკლესიას აგინებენ, რა ქვია. გამოვიდა ეს ბახუტაშვილი, ეს სახიო და სათხართ ეკლესია თქვენ არასწორებო. ეს მართლა ცხოვრებით არასწორი. ეს მართლა ცხოვრებით ტინგიცი, თელი ცხოვრების განმავლობაში ტინგიცის და მაიმუნობების მეტი და ეკლესიის და სამღვდელოების დაცილის მეტი რო არაფერი არ გაუკეთებია. და მღვდლები, აი შენ რო არასწორს ეძახი. ეს მღვდლები 2008-ში იქ ომში იყვნენ. ბიჭებთან იდგნენ, იმ დაჭრილებს აზიარებდნენ, აღსარებას იღებდნენ, მომაკვდავებს. შემდეგ წრეებს მღვდლები შედიოდნენ და მღვდლებს გამოყავდათ მიცვალებულები და დღეს რო ოჯახებს საფლავები რო აქვს თავიანთი შვილების და თავიანთი ძმების და დების ამ მღვდლების დამსახურება არის. შენ რა გაგიკეთებია? შენ როდისმე გითქვია რამე რომ და მაგისნაირები კიდე ვინც არიან დღეს ვინც იქ რაღაცნაირად რომ გამოდიან და ძალიან რო აქტიურობენ რა გაუკეთები გამოსულა რამე უთქვიათ თქვათ რომ რაღაცა დარბევებიც ხო იყო წინა იმაზეც ხო იყო ეგ რაღაცეები ხო იყო გადამეტებულები ხო იყო ცემა ხო იყო სიკვდილები ხო იყო დახვრეტები იქ ხო ხდებოდა ეს ყველაფერი რატო არ გამოდიოდნენ რატო არ ამბობდნენ იმიტომ რომ შიშრები არიან იმიტომ რომ გამოვიდოდნენ იტყოდნენ და საღამოს სახში აღმოაჩენდნენ ერთი 10 კილო იმას რა ქვია ნარკოტიკს ამოუჩენდნენ და სამუდამო ციხეში გაუშვებდნენ აი ამის შიში ჰქონდათ ესე არ შეიძლება ეკლესიას ესე აგინო და ესე ის გააკეთო შემირცხვენია ყველა ის ქრისტიანი ვინც ჩემი მრევლის დადის იქ ჩემი მრევლი დადის იქ აქციაზე ჩემი ნაცისავები დადიან იმ აქციაზე და ბევრი ვაჟკაცები კარგი ხალხი არიან კარგი ბავშვები დადიან იქ ვაჟკაცები შემირცხვენია ყველა ვინც აი ამას არ დაგმობს შემირცხვენია ყველა ვინც აი ამ ესე რომ აგინებენ სამღვდელოებას და ესე რომ პატრიარქს აგინებენ ესე რომ რაღაცნაირად ესე გვიყურებენ რომ მოღალატეები ჩვენა ვართ მოღალატეები და ჩვენა ვართ საქართველოს მოძულეები და ჩვენ არ გვიყვართ ქვეყანა და მაგათ უყვართ ქვეყანა რატო შემირცხვენია იცი ეს ხალხი რომ უნდა ამოიღო ხმა და უნდა თქვა რომ ესე არ შეიძლება ბიჭო ჩვენ აქ იმიტომ გამოვდივართ ამ თავრობის რაღაცა გადაწყვეტილება არ მოგწონს მაგრამ ჩვენ ეკლესია გვიყვარს ჩვენ ეკლესიის შვილები ვართ რომ გამოდიხარ და იმას აქ 3 მეტრიან იმას რა ქვია პოსტებს როცა შედალოცვილო ერთხარეს რომ ლანძღავ მარტო გალანძღე ესეც თქვი ესეც არ შეიძლება ამის გაკეთება არ შეიძლება ესე რომ უდელზე ილაპარაკო და იმაზე სამართლიანი იყავი და მერე დგახარ აქა და რაღაცა იმაშვები და ესე არ შეიძლება ესე არაფრით არ შეიძლება ამიტომ ღმერთს ვევედროთ ჩვენ რომ დამშვიდეს ეს ქვეყანა ღმერთს ვევედროთ რომ ჩვენ კიდევ ამბობ ეკლესია ვერ ჩაერევა ეკლესია ნახირაში ჩაერევა ეკლესია ჩაერევა როცა გარყვნილების რაღაცა მიდის ამ გარყვნილებაზე უნდა თქვას ეს გარყვნილება არის რომ ჩვენ რა თუნდა ეკლესიამაც პატრიარქმაც და ხელისუფლებამ თქვენს რომ ევროკავშირში უნდა შევიდეთ ну ეს არის ხო რაღაცა კონსტიტუციაში წერია და უნდა შევიდეს მე არ მაქვს პრეტენზია მე რომ არ შევიდეთ რატო იქ კარგი მედიცინა მაღალ დონეზეა სპორტი მაღალ დონეზეა ხელოვნება მაღალ დონეზეა რატომ არა კონდეს მივიღეთ შევიდეთ რატო ცუდი რატო უნდა ჩავარდეთ იზოლაციაში რატო უნდა მოხდეთ რატო უნდა არ გვინდა ეს ჩვენ არც რუსეთი გვინდა და არავინ არ ჩვენ შევიდეთ არ არის ამის პრობლემა მაგრამ შევიდეთ ნორმალურად ხალხო შევიდეთ ჩვენი ტრადიციებით შევიდეთ ჩვენი წესიერებით ჩვენი რაც ჩვენი ყველაზე დიდი რამეა ჩვენი ეკლესიის სიყვარულით შევიდეთ და უნდა გაიგონ ყველა ეს ქართველი ხალხი ვერ მიიღებს ამ LGBT ადრე ამბობდნენ რომ ესეთ რამეს ამბობდნენ რომ ესო რუსული პროპაგანდა არისო რომ LGBT-ს უთხოვენ თითქოს. ხო და ეს რაღაცა იტყვილა არ თხოვენ არაფერს ეგეთ რაღაცას. ესო ტყუილია. ხო მოგთხოვეს. მოგთხოვეს პირდაპირ. თუ გინდათ რომ ეკლესიასთან თუ გინდათ რომ ევროკავშირში შემოხვიდეთ, თუ გინდათ რომ ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთთან რაღაცა ლაპარაკი გქონდეს, ჩვენ უნდა გაიტანოს ეს LGBT საწინააღმდეგო პროპაგანდის ეს არის ყოვლა დაუშვებელი შემოძღებოდა დემა. ეს არ შეიძლება. ძლივს რაღაცა ნორმალური კანონი მიიღეს და ამ კანონის გამო უნდა
თავი დავდოთ მართლა რომ ამას ვამბობდი და ამას ვეხვეწებოდი თავრობას რომ ეს კანონი მიიღეთ. ეხლა უნდა გააუგო. არ გვინდა ეგეთი არაფერი. მერთმა დაგვიფაროს. არ გვინდა. ჩვენ ეკლესია გავაპროტესტეთ ამ თავრობის მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რაც არის. დაუგმეთ ეს. მე პირადად ბევრჯერ გამოვსრულა და ბევრჯერ მიმხელია თქვენ მოწმეები ხართ ამის, ბევრჯერ მიმხელია ამ თავრობის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ღვთისგმობაში არიან და დადიან იმ მხრივ ებრაელებთან, მუსლიმანებთან და იღებენ მონაწილეობას აი ამ დღესასწაულებში. ეს ყოლა დაუშვებელია და მე გამოდიან და სამებაში დგანან და 5 მეტრიანი სანთლები უჭირავ. ეს ყოლა მე დამიგმია, მithქვია ეს. და კიდე ეხლაც ვამბობ, რომ ეს არ შეიძლება. მე ბევრჯერ მაღალი თანამდებობის პირებისთვის გამიგზავნია მესიჯი, ანუ ადამიანებიდან რომ მithხოვია, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება. არ შეიძლება. ჩვენთვის არ უნდა იყოს არაფერი, ჩვენ არაფერს არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ არც თავრობის უნდა გვეშინოდეს და არც ოპოზიციის, არც ევროპის, არც ამერიკის, არც რუსეთის და არავის არ უნდა, ჩვენ ერთი ქრისტესი უნდა გვეშინოდეს. და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რა სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ. აი ამის უნდა გვეშინოდეს რომ არ ვიყოთ არაობიექტურები. დღეს გამოდიან სასულიერო პირები და მარტო ერთ ხარეს ლაპარაკობენ. ეს სწორი არის? ნორმალური არის რომ ატყდა თელი ამბობი აიო იმას რა ქვია ჟურნალისტები რომ რა დღეში ჩააგდეს და რა თქმა უნდა კიდევ ამბობ კიდევ ვიმეორებთ გმობ ესეც აქციას რომ ხალი როგორც ცემეს და დასაგმობია ეს რაზე ამაზე ლაპარაკი. მაგრამ დასაგმობია არ უნდა თქვა ის შენ თუ ობიექტური ხარ რომ იქ ვიღაცა მაიმუნმა რომ ჟურნალისტო პირდაპირ მე უყურებდი ჩართული მქონდა ეს საზოგადოებრივ პირველ არხს იმას რომ პირდაპირ სახეში რო ესროლა ეს ისა თქვი ესეთ გდელი ხარ გეშინოდეს ვინც არ უნდა იყოს გინდა ეპისკოპოსები იყვნენ გინდა ვინც იყვნენ სად იყვნენ ეს ეპისკოპოსები და ეს გდლები წინა თავრობის პერიოდში ხმას უარი მეგენი არ მინახია ტელევიზორში არ მინახიან ეს სამდელოები არ მინახია ვინც რაღაცას თითქოს ეხა ტიპობენ რომ რაღაცა აი თუმ რაღაცა ტრენდი გახდა ეხლა რომ თუ ახეთ აიქით ახარ ეს ტიპი სამარცხვინო ხარ სად იყვნენ ეს სასულიერო პირები ვინც ხალხს მართლა რომ ხოცავდნენ და ხალხს უარბევდნენ და ხალხი რომ სიხეებში რეები ხდებოდა მე ვიცი რა რეები ხდებოდა იმიტომ რომ ნამყოფი ვარ იქ და იქ ცხოვრობდი მე კიდე გეუბნები იქ დილით დასაგამომდე იქ ვიყავ რატო ხმას არ იღებდნენ რატო არ ამბობდნენ რომ დასაგმობია ეს არის სამართლიანობა ეს არის ობიექტურობა არ არის ეს ობიექტურობა არაფრით არ შეიძლება ესეთი რამ ამიტომ არის რომ ჩვენ არაფერს არ უნდა გვეშინოდეს სამდელოებას ჩვენ გამგზელებლები ვართ წმინდა მოციქულების რომელიც ამხელდნენ იმპერატორებს ჩვენ გამგზელებელები ვართ იოანე ოქროპირის ათანასეს და აი უდიდესი წმინდანი რომელსაც არაფერს არ ეშინოდნენ როცა უსგავსობა ხდებოდა იოანე ოქროპირმა კონსტანტინოპოლის იმპერატორი და დედოფალი ტაძარში არ შემოუშვა როცა უღმერთო ცხოვრობდა ჩვენ ესე უნდა ვთქვა და არა ის რომ მე ის ვქნა და მარტო ერთი მხარე ის გავაკეთო არავითარ შემთხვევაში მე არ გავაკეთებ მაგას და თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება რომ ამბიონი არის ამბიონი და ქრისტე უნდა იქადაგებოდეს და მაქსიმალურად ვცდილობ რომ რაღაცა ესეთი არ თქვა არ მინდა იმიტომ რომ აქედან ქრისტე უნდა იქადაგებოდეს სინანული უნდა იქადაგებოდეს სიყვარული უნდა იქადაგებოდეს და არა რაღაცა თემა მაგრამ დგება ეს მომენტი რომ ხანდახან უნდა თქვას და გამოაფხიზნოს მრევლი როგორ შეიძლება შენ მრევლი ხარ შენ ეზიარები შენ ეკლესიის შვილი ხარ და ეკლესიას გიგინები და შენ ეთახმები მაგას აი ვერ ვხვდები ამას ან როგორ ბედავ და როგორ მოდიხარ და როგორ ეზიარები როცა შენ პატრიარქს აგინები ის ტელევიზიები არ იყვნენ რომ გამოდიოდნენ და თვეობით პატრიარქს მამათ მავარს ეძახოდნენ და დეტალებში განიხილავდნენ და სიხარული სახეებზე უხაროდათ ამათ რომ ესეთი რამე ხდებოდა სად იყავით რატო არ წერდით რატო არ ამხელდით ამას რატო არ ამბობდით ამას რომ ეს საშინელება ხდებოდა სად ახართ რომ აი დღეს რაც ხდება აგერ უკვე ეკლესიებში დაიწყეს შევარდნები ხო ნახეთ ის ფრაგმენტის რა ქვია რომ გამოვიდნენ როგორ მამა შალვა ვაკე შალვა და მოღალატე და რუსო და შენ ის გააგიჟეს კაცი გამოიყვანეს მდგომარეობიდან ვინ არის მოღალატე მამაზე მეტი შეურაცხყოფას კაც ვერ მიაყენე დედა რო შეაგინო ეგ არაფერი არა მოღალატე რა რას ქვია მოღალატე ეს არის
ხო და ამაზე უნდა ამოიღო ხმა ან მაშინ საერთოდ გაჩვენდი მაშინ საერთოდ და ნუ მარტო აქეთა მხარეს ნუ იმაშვები და ნუ რაღაცა რომ აი გაჩვენდი მაშინ თუ ლაჩარი ხარ თუ შიშარა ხარ გაჩვენდი და ჩუმად იყავ და თუ ვაშკაცი ხარ გამოდი და ვაშკაცურად თქვი სიტყვა დაწერე იქ იმ შენ პოსტებზე და შენ იმებზე რომ არ რაღაცა და წერებს 3 და 4 მეტრიანი გვერდიან იმის პოსტებს და ჩვენ რუსეთისკენ მივდივართ და ჩვენ იქიდან რა უბედურებაა ეს რა არის ეს გამოდი მე ვაშკაცურად მე აი ვეუბნები ყველას ვეუბნები არ მოხსოვთ ეს ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს მე არ ვერევი ამ ამბავში ცუდია ქვეყანა მიდის დაგუკვისკე გამოდი დაანებე სამსახურს თავი მორჩი სამსახურს დაანებე თავი არა იგო ის ხელფას გამოდი დადექი იქ გამოვიდეს ყოველდღე 10,000 20,000 საღამოს კი არა 8 საათზე 9 საათზე ყველაფერი რომ დამთავრებულია დილიდან საღამომდე იქ იყავი და შენ ნახავ თუ არ გადააყენებ ამ თავრობას მაგრამ ვერ აკეთებ რატო იმიტომ რომ ხალხს არ უნდა ეს ხალხი სხვანაირად უყურებს ამას გაიგეთ? ამიტომ ჩვენ რო გვეძახით რომ გამოდით და ხალხის გვერდზე დადექით, ვის გვერდზე დავდგე? ღვთისგმობელების გვერდზე დავდგე? მამათა მავლებთან დავდგე? პრაიდის წარმომადგენლები რო დროშას წევენ და შენ იქ დგახარ ქრისტიანი, ხცხვენოდე შენ. მე ვერ დავდგები მაგათ გვერდზე. კაცი ზურა ჯაფარიძე რომელიც ამბობს რომ ღმერთი არ არსებობს. აი მუღმერთოთან დავდგე? და ამ მაგინებელ ეკლესიის გვერდში დავდგე? რაც იქ სატანური რიტუალები რომ მოაწყეს, მაგათ გვერდში და ვერ დავდგები მაგათ გვერდში. ამიტომ შენ კეთილი ინები. იქ კიდევ კარგი ხალხი არიან იქ. ბევრი და მართლა გულწრფელად რომ ჯერათ რომ ქვეყანა იღუპება და უნდათ რომ რაღაცნაირად შეიცვალოს რაღაცა. ნამდვილად გეფიცები არიან, კარგი ხალხი არიან იქ და კაი ვაჟკაცები და კაი ძმები. ამას რო ხედავ, შედალოცვილო. არ ცხენია. არ უნდა მიხვიდე ქრისტიანი და იქ რო რიტუალი ჩაატარა, ნემსებს უარჭოვდა ბიძინა ივანიშვილის რაღაც ქანდაკებაზე. რა ქვია და პირდაპირ სატანური რიტუალი რო ჩატარდა იქა. ამაზე მას რატო არის? შენ თუ ქრისტიანი ხოდა მაგას ვამბობ, ეს არ არის ეს არ არის ესე. გაიფიცნენ თეატრი. რა დიდი წყალობა აქვს ისა ძმებთან, რომ გაიფიცნენ, რომ მარხვაში ქრისტიანებს არ ექნებათ საშუალება რომ თეატრში წავიდნენ. დიდება ღმერთს. ძალიან კარგი რამე მოხდა ესეც. აი მაგენთან გაიფიცნო. მაგრამ სვეფერ გაიფიცნო, არ არის პრობლემა, არ არის პრობლემა. ჩვენ ღმერთ რასაც დავიმსახურებთ, ღმერთი იმას მოგვს. ამიტომ მოდი რა ცოტა ჩვენ ძიმე მდგომარეობაა თელ მსოფლიოში. ჩვენ მესამე მსოფლიოს ომის ზვარზე დგას თელი მსოფლიო ძმებოდადები. ატომური ომის ზვარზე ვდგავართ. ჩვენ ირგვლივ ყველგან ომია. ძალიან თხილად უნდა ვიქ ჩვენ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკვე. ყველა სიტყვას მნიშვნელობა აქვს. იქ რა მოხდება, როგორ მოხდება, ძალიან თხილად უნდა ვიყოთ. ძალიან თხილად უნდა. მე კიდე გეუბნები, კი არ უნდა ვიყოთ მონები ვიღაცისი. ღმერთმა დამიფაროს რომ რუსეთი მინდოდეს. ღმერთმა დამიფაროს. არ მინდა, რატო რაც რუსეთს ჩვენთვის ცუდი გაუკეთებია, რა ვერ ჩამოთვლი. ამას ერთი დიდი ქადაგება დაჭირდება, რაც ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ენისთვის, ჩვენი სარწმუნოებისათვის და ყველა რაზია ლაპარაკი. არ მინდა, მაგრამ არც ის მინდა, რომ მე ვიღაცა მონასავით მელაპარაკებდეს. ერეოდეს ჩემში და საქმეებში. ერეოდეს რომ მე შენ თუ გინდა რომ ჩემ მეგობარი გახდე, მაშინ LGBT პროპაგანდის ეს უნდა რამე. არ მინდა ესეთი. არ მინდა შენთან მეგობრობა. არ მინდა. იმიტომ რომ ეს არის გარკვნილება. აი ესე დაიწყეს ზუსტად საბერძნეთში, რომ მე რა გაიარო. მე რა ერთ გაივლია და რა მოხდა? ერთმა ისიც მითხრა, რა გულუყრილოა წარმოიდგინე რომ გაივლიანო ერთხელო მამაო და შენ რო ხმას ჩვენ რო არაფერს ხმას არ გავცემდო, მეორედ კი აღარ გაივლია. ხო და წარმოიდგინე რა ხდება თელ ევროპაში. წლები ყოველ წელს მიდის ეს საშინელი გარკვნილება. და აი საბერძნეთში რა მოხდა? რა დიდი დაცემა მოხდა. ერთსქესიანთა ქორწინება მიიღეს. ამით დაიწყო. და ბავშვის საყვანისუფლება მისცეს. ხვდებით რა ხდება? რა დაცემა? აი ვახტანგ გორგასლობას მეუფე გრიგოლი კაციასთან ერთად მსახურებაზე ვიყავი და შემდეგ ტრაპეზე
მეუფე გრიგოლი ყოფილა საბერძნეთში და იქ მამებს შეხვდა და გაესაუბრა და ტიროდნენ, გლოვობდნენ. და რო უთხარით რომ ჩვენ ეს კანონი მიიღო ჩვენმა ხელისუფლებმა რომ აიგზალა პროპაგანდა და ყველანაირი ეს LGBT ეს რაღაცა გარყვნილების პროპაგანდა გაუცებულები არიან. აი ეს არის გაწყინება, ეს არის დიდება ღმერთო. ეს საოცრება არის. სასწაული, დიდი სასწაული, გინდათ, აი მყარი რო გაცოცხლდეს, ხო დიდი სასწაული, ხო გაუცდებ. ესეც სასწაული ხდება. ესეთი სასწაული მოხდა ჩვენ ქვეყანაში, რომ ეს მოხდა და შედალოცვილო, ეს მაინც თქვი რომ ყველაფერი ცუდია, მაგრამ ეს კარგია, ეს კარგი მიიღეს. ეს ისტორიული რამე მიიღეს. თქვი ეს, ვაჟკაცურად თქვი ესა. აი ამ ოპოზიციურმა პარტიებმა თქვან რომ ის ცუდი მიიღეს, თქვა რუსულ კანონს უეძახიან. მიშა სააკაშვილი გამოუშვან, მაგრამ და მოითხოვ ეს, მაგრამ LGBT პროპაგანდის ეს საწინააღმდეგო კანონი რომ მიიღეს. თქვი რომ ეს კარგია და ჩვენც ვეთანხმებთ. კიდევ უფრო მეტი ხალხი მისცემდა მათ თქმას. მაგრამ არა, წარმოვიდა არა, იმიტომ რომ მათი გონება ეგრეა. იმიტომ რომ მაგათ აწყობდა ხელი მოაწერეს მაგემა, ყველაფერს თუ ეს ჩვენ თუ მოვედით, ესე იქნება ეს ყველაფერი. და ამიტომაც არ იქნება, ამიტომაც ვერ მოვლენ ისინი სათავეში. და დედაღვთისმშობელმა არ დაუშვას, რომ მოვიდეს ხელისუფალში ისეთი ადამიანები, ვინც აი ამ კანონს გააუქმებს და LGBT რაღაცა პროპაგანდას და აი ამ ყველაფერს გააკეთებს, რაც სხვადასხვა ქვეყნებში ღმერთმა და დედაღვთისმშობელმა არ დაუშვას, ჩვენ უნდა ვილოცოთ, ვევედროთ, რომ ღმერთმა შეგვიწყალოს ჩვენ. დამიჯერეთ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ქრისტიანებმა? ჩვენ უნდა ვილოცოთ. დამიჯერეთ ლოცვას შეუძლია მთა აღაფროს და მეორე მხარეს გადაიყვანოს. ჩვენ უნდა სინანულში უნდა ვიყოთ. ნახეთ, სასჯელი რო იყო ნინევიაში, გამოტანენი განაჩენი. იონა მივიდა და თქვა, ღმერთმა გამომეცხადა და მითხრა, 3 დღეში ნინევი აღარ იქნება. და გამოტანენ განაჩენში იწყებენ გლოვას, სინანულს, ლოცვას და ღმერთმა შეცვალა განაჩენი, წარმოიდგინე. აი სინანული რო დაინახა. ამიტომ ჩვენც გვინდა რომ მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაში, ვილოცოთ დედაღვთისმშობელს ვევედროთ, უფალს ვევედროთ, წმინდა გიორგი, წმინდა ბარბარესო დაამშვიდე და ეს ჩვენი ძმები და დები ორივე ჩვენი შვილები არიან, ჩვენი ორივე მხარე და სიმშვიდე უნდა იყოს, სიყვარული უნდა იყოს. მაგრამ არ შეიძლება როცა სატანისტური და როცა ესეთი ღვთისგმობი განცხადებები და რაღაცები კეთდება, შენ ქრისტიანი ვალდებული ხარ, რომ უნდა თქვა ეს. მიუხედავად იმისა, რომ შენ არ ეთანხმები თავრობის რაღაცეებს, ხო და გინდა რომ შეცვალო თავრობა, აი ეს ისეთი რაღაცეები არის უკვე, ხო? შენ მოგიკითხება ღვთის წინაშე. კიდე გეუბნები, შემირცხვენია ყველა ის ქრისტიანი, ვინც აი ამ ყველაფერს თავს უხრის და ეთანხმება და ვითომც არაფერი ესე რო ატარებს. შემირცხვენია და არა აქვს იმას უფლება მოვიდეს და ეზიაროს. არა აქვს იმას უფლება. დამიჯერეთ. ვისაც უნდა რომ LGBT კანონი, ანუ ევროკავშირი ხო გინდა, ვისაც უნდა რომ LGBT საის კანონი გაუქმდეს, ის ქრისტიანს არ აქვს უფლება რომ ეზიაროს. დამიჯერეთ, არ აქვს უფლება. ჩემი მრევლი ვერ ეზიარება ყოველ შემთხვევაში. და არა, რატო? იმიტომ რომ ესე იგი შენ გინდა რომ შენ ქვეყანაში გარყვნილების პროპაგანდა იყოს, ზეიმები ჩატარდეს და ეს ამიტომ არ გაქვს უფლება. ამიტომ ყურადღებით იყავი. რამე ისეთი არ გააკეთო. რამე ისეთი არ იმოქმედო, რომ ჯოჯოხეთში არ მოხდე და არ მიაუხლევდე ქრისტეს, როცა ესეთი დაბინძურებული გონება გაქვს და რომელსაც აი ესე შებილწულად გინდა რომ აი ეს რაღაცეები მოხდეს. არ მიეკარო ბარძიმს, დაიწვევი შესაწყალ, დაიწვევი. და თუ ესე ფიქრობდი, შეინანე. არის ეკლესია, არის მოძღვები და შეინანე რომ ღმერთო მაპატიე, ღმერთო შემიწყალე. ჯერ რა არის ვიდროს აღარავის აღარ усვენენ, აღარ პატრიარქს усვენენ, გამოდია საპატრიარქო, რა თქვა საპატრიარქო, ცუდი ერთი გამაგებინეთ ხალხო. რა თქვა, რომ რა დაეჭირა თუ ჟურნალისტების მხარე დაეჭირა და ამ ხალხის მხარეს დაეჭირა მარტო და პოლიციელებზე და აქეთ ამ მხარე არაფერი. ეს რა არის ესა? ამას არ გააკეთებს არაფერს ეკლესია. ღმერთმა დაგვიფაროს ეს გააკეთოს, გაყოს ხალხი. მაგრამ ეკლესია ვალდებულია რომ სიმართლე თქვას. აქეთ ამ მხარეც უნდა ამხილოს და იქით ამ მხარეც უნდა ამხილოს. აქეთ ამ მხარესაც უნდა უთხრას რომ შენ ამაში სწორი ხარ, იქით ამ მხარესაც უნდა უთხრას ამაში სწორი. სიმართლე უნდა თქვას და არა ის რომ რაღაცა კიდე უარესი შფოთი შემოიტანოს ეკლესია. ამას ეკლესია არ გააკეთებს. შეგვეციოს წმინდა ბარბარე, წმინდა იოანე დამასკელი და ეს გზა არის ვიწრო და ეკლიანი, ხალხო. ვიწრო და ეკლიანი. და
ბოლოს დავასრულებ ერთი იმით, რომ ჩვენ ეკლესიას ვერავინ ვერ მოერევა. ვერ მოერია დიოკლეტიანე, ვერ მოერია ნერონი, ვერ მოერიან ეს დიდი, ასე რომ ვთქვა, ჭყალებში დიდი და მწვავალი იმპერატორები, ვერ მოერია ლენინი და ეს ანტიქრისტეს თელი ძალა, ვერ მოერია და ეს პატარა ეშმაკის ჭანტიკები ვერ მოერევიან ეკლესიას, იმიტომ რომ კლდესაზე და არის ჩვენი ეკლესია დამყარებული, რომელიც ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა. ჩვენთან არც მერტ.